ბათუმის მერიამ მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა საკრებულომ განსაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებების ბიუჯეტით სამშენებლო განათებისა და სატრანსპორტო სექტორები ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მართვა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში გარემოს გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს და ამისთვის 47 მილიონი დოლარი დაიხარჯება. თანხა ძირითადად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა ნაწილობრივ დახმარებას ბათუმის მერიას დონორი ორგანიზაციებიც გაუწევენ. მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის მიზანი 2020 წლისათვის გარემოში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის 20%-ით შემცირება. რამდენად ეფექტური იქნება შედეგი სპეციალური პროგრამის მიხედვით დაითვლება. 5 წლიანი გეგმის დამტკიცებას შენიშვნების გარეშე არჩეულია გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ დღეისათვის თითქმის ყველა ის პროექტია შემცირებული, რომელიც შენობების დათბუნებას, ჩამდინარე წყლებისა თუ ნარჩენების მართვას ითვალისწინებს. მისივე თქმით, თანხები გათვალისწინებული არც პროექტ ბათუმი ენერგოეფექტური ქალაქისთვისაა გათვალისწინებული. გეგმა და ღონისძიებები გაწერილია ისე, რომ ამ ქმედებების შედეგად, ესე ვთქვათ, CO2 შემცირება უკვე 2020 წლისთვის დაფიქსირდეს 20%-ით. აქ თავისი სცენარები, ესე ვთქვათ, საბაზისო სცენარი და პერსპექტიული განვითარების სცენარი. ამ შემთხვევაში ჩვენ ღონისძიებებად გაწერილი გვაქვს ძირითადში ის მიმართულებები, რომელიც კონკრეტულად მოქმედებს აი ამ მავნე გამონაბოლქვების ემისიის შემცირებაზე. გათვალისწინებულია შენობების სექტორი, გათვალისწინებულია გარეგანათების სექტორი, გათვალისწინებულია ტრანსპორტის სექტორი, ჩამდინარე წყლების სექტორი, ნარჩენების სექტორი. გახსოვთ თქვენ ძალიან კარგი პროექტი ბათუმი ენერგოეფექტური ქალაქი, რომელის მიხედვითაც ჩვენ მაღლივი სართულების კორპუსების დათბუნება უნდა გავიკეთებინა. ამისთვის თავის დროზე აჭარის მთავრობამ სპეციალურად ფული გამოყო საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, იდო ამის თანხა პროექტირება დაწყებული იყო და ჩვენ გვეგვავდით ყველა მრავალსართულიანი სახლის, ესე რომ ვთქვათ, თერმოიზოლაციის ფილით დათბუნებას, რომელიც გამოიწვევდა იმას, რომ მოქალაქეებისათვის იქნებოდა დიდი შეღავათი, იმიტომ რომ ნაკლებ ენერგიას მოიხმარდნენ, მეტი ფული დაეზოგებოდა და ასე შემდეგ და გავამაზდებოდა ამასთან ერთად ბუნებრივია კიდე ჩვენი ქალაქი. ეს იყო პირველი, რაც ამ მთავრობამ გააჩერა არჩევნების მოსვლისთანავე.